ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ჩემი თანაავტორი, ჩვენი დღევანდელი მოხსენების თანაავტორი ქალბატონი ნუნუ ცინცაძე, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის პროგნოზების განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. დღევანდელი ჩვენი მოხსენება შეეხება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისის მიდამოების მდინარეთა კატასტროფული წყალმოვარდნებს მდინარე ვერეს მაგალითზე. მე დიდი მადლობა და დიდი, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი ინტერესი გამოიწვია ქალბატონ ნინოს და ბატონი გიას მოხსენებამ, რომელიც შეეხებოდა აი ამ თბილისის მდინარეთა არეალს. მე მოგაგხსენებთ უბრალოდ მონიტორინგის მასალებს, მონიტორინგს მდინარე ვერეს ისტორიულ თავიდან ბოლომდე ისტორიულად თუ რა ხდებოდა, რა ხდება და რა მოხდა 2015 წლის 13 ივნისს. ცნობილია, რომ ჩვენი სამყარო ბოლო 50-60 წლის განმავლობაში დგას გლობალური დათბობის ციკლის წინაშე, რომლის ესე იგი ტემპერატურის ზრდის წრფივი ტრენდი აღემატება 0.74 გრადუსს. არსებობს ესე იგი ეს არის 1905-2005 წლის ერთ-ერთი ციკლის მონაცემი. მაგრამ არის საპროგნოზო ციკლი 1990-დან 2100 წლამდე, რომლის მიხედვითაც ტემპერატურის წრფივი ტრენდი შეიძლება განვითარდეს 1.4 გრადუსიდან და ვითარდება კიდეც, რა თქმა უნდა, 5.8 გრადუსამდე, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს კლიმატის მკვეთრ ცვალებადობას, რაც გამოიწვევს უკვე მდინარეებზე კატასტროფული წყალმოვარდნების გახშირებას, მდინარის ჩამონადენის ამის შედეგად მდინარის ჩამონადენის რეგულირების გართულებას, მყინვარების უკან დაწევას, თოვლისაფარის შემცირებას და შედეგად მყინვარების უკან დახევას და ასე შემდეგ. ამის შესახებ მინდა მოგახსენოთ მოკლედ, რომ საქართველოს ფარგლებში მყინვარული ფართობი 660 კვადრატულ კილომეტრამდე იყო და უკვე 200 კვადრატული კილომეტრით შემცირდა მყინვარების ფართობი ჩვენს არეალში. რაც შეეხება თბილისის მიდამოების მდინარეთა ქსელს, ეს არის თბილისის ქალბატონმა ნინომაც აღნიშნა 46-60-მდე ჰიდროლოგიური ქსელი მდინარე თბილისის მიდამოებისა, 60-მდე მდინარე ჭაობი და პატარა ღელე არის რაოდენობრივად. მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მდინარეები, რომლებიც გამოირჩევიან კატასტროფული თვალსაზრისით. 5 მდინარე: მდინარე ვერე, გდანულა, ლოჭინის ხევი, დიღმისწყალი და კრწანისის ხევი. ამ 5 მდინარიდან კი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი კატასტროფული ხასიათით მდინარე ვერე. იყო კატასტროფული წყალმოვარდნები, ესე იგი მდინარე ვერეს გარშემო 1898 წლიდან, სხვა წლებში 1902 წელს, 1924 წელს, 40 წელს, 45 წელს, 55-ში და 60 წელს მანამდე ეს ერთი პერიოდი მინდა გამოვყო. 60 წლის 4 ივლისს. რა თქმა უნდა, კრწანისის ხევზე უნდა აღინიშნოს, რომ აი ამ 5 მდინარიდან ჩამოთვლილი 5 მდინარიდან შეიძლება აღინიშნოს ორი დიდი წყალმოვარდნა სხვა მდინარე ვერეს გარდა, მდინარე კრწანისის ხევზე და გდანულაზე. კრწანისის ხევზე 2012 წლის 12 ივნისს მოხდა კატასტროფული წყალმოვარდნა, რომლის შედეგადაც, ესე იგი, კრწანისის ზევით არსებული სამთავრობო, შეგუბება იყო, პატარა წყალსატევი იყო, ის უხვი ნალექების შედეგად გადმოიგრა და წამოვიდა მდინარე მაღალი წყლის ხარჯით, რომელიც განვითარდა უკვე გორგასლის ქუჩასთან 69 მეტრ კუბ მაქსიმალური ხარჯით.
იქ ესე იგი რატო აღნიშნე რომ იქ იყო რკინის 5.5 მეტრის სიგანის არხია, ბეტონირებული არხია ომის დროინდელი გაკეთებული გერმანელების მიერ და აქ იყო გაკეთებული პატარა ფეხსავალი 3 მეტრის სიგანის, ესე 5.5 მეტრის სიგანის და ხეები მოჰქონდა ამ დროს ამ მდინარეს და წამოედო ერთ-ერთი ხე ამ სავალ ბილიკის სავალი გზის ესე იგი რელსებს და აქვე რა თქმა უნდა უნებართოდ იყო აშენებული საცხოვრებელი აი ამ ესე იგი არხის თავზე უნებართოდ იყო აშენებული პატარა შენობები, სადაც გამოიწვია რამაც გამოიწვია აი ამ რელსების ესე იგი და ხის ესე იგი ხის შედეგად მოდებული იმის შედეგად ჩახერგვის შედეგად მოხდა ამ მიდამოებში ესე იგი ამ ადგილას ერთ-ერთი შენობის დანგრევა და გამოიწვია 5 ადამიანის ხორბლი და ასე შემდეგ. რაც შეეხება მდინარე ვერეს. მდინარე ვერეზე პირველი აგეგმა ჩატარდა 1882 წელს, 1999 წელს და 1899 წელს და 1953 წელს, რომელიც ძირითადად სამხედრო დანიშნულების იყოს. შემდეგ, რა თქმა უნდა, მეცნიერული თვალსაზრისით და დაკვირვებული მასალების საფუძველზე მიმდინარეობდა დაკვირვებები 30-იანი წლებიდან სხვადასხვა წყვეტილ პერიოდში და აი ამ დროს შეიძლება აღინიშნოს აი ამ პერიოდების როგორც აღვნიშნეთ 1924 წლის წყალმოვარდნა 2012 წლის 12 ივნის როგორც გითხარი და 55 წლის 5 ოქტომბერს რომელთაც რა თქმა უნდა მოყვა ადამიანთა მსხვერპლი. ამის შემდეგ 30-იანი წლებიდან დაიწყო გმირთა მოედნის, აი როგორც ბატონმა გიამ აღნიშნა და გალბატონმა ნინომ, დაიწყო გმირთა მოედნის გმირთა მოედანზე რეკონსტრუქციული თვალსაზრისით, გაკეთდა რა თქმა უნდა 30-იან წლებში ზოოპარკის დაარსდა ზოოპარკის ტერიტორია, ასევე თეთრსართულიანს რო ეძახით და მდინარის კალაპოტი შეიცვალა გვირაბებით, რამაც რა თქმა უნდა დიდი გავლენა მოახდინა შემდგომ კატასტროფებზე. მანამდე, რა თქმა უნდა, 24 წელი რომ აღვნიშნე, მდინარის შესართ აი ამ ტერიტორიაზე იყო მაშინ კალაპოტი იყო ჩვეულებრივ მდინარეული და აქ იყო დაბანაკებული გლეხები, ხარურმებით და 12 ივნის აი ამ კატასტროფის შედეგად ისინი გარიყა, ასე ვთქვათ, მდინარე ტყვაში და მიიღოთ მსხვერპლი ადამიანთა მსხვერპლი. 1955 წელსაც იყო ადამიანთა მსხვერპლი. შემდგომში, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი წყალმოვარდნა განვითარდა 1960 წლის 4 ივლისს, რომელიც გამოწვეული იყო უხვი ატმოსფერული ნალექებით. და აი ვაკეს საბურთალოს და 1958 წელს აშენებული ვაკეს საბურთალოს გვირაბის ჩახერგვით. ეს ძირითადად მან ჩაიხერგა დიდი ხეები, მოხდა შეტყორვა აი ამ პერიოდის, როდესაც რაც მოხდა 2015 წლის 12-13 ივნის, მოხდა აი ამ გვირაბის ჩახერგვა, მდინარის დონე მოიმატა 11 მეტრით და შემდგომ, რა თქმა უნდა, სადღაც 20 წუთის შემდეგ, გარღვევის შემდეგ, მდინარე წავიდა 260 მეტრ კუბ წამით ხარჯით და დიდი ზარალი მიაყენა ზოოპარკის ბინადარს და მაუდის ფაბრიკას. ამის შემდეგ დაისვა საკითხი მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმის შესწავლისა და 1960 წლის 11 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცემლობის კათედრის მიერ გაიხსნა ამავე აი ამ გვირაბის, ვაკეს საბურთალოს გვირაბის დასაწყისში გაიხსნა სასწავლო სამეცნიერო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია, რომელიც უკვე უწყვეტად აწარმოებდა მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმის შესწავლას. ამ ლაბორატორიის, რა თქმა უნდა, დანიშნულება იყო ასევე, რა თქმა უნდა, როგორც შესწავლა, ასევე ჰიდროლოგის აღზრდა, სპეციალობით ჰიდროლოგის აღზრდა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაიწყო დაკვირვებები მდინარე ვერეზე, აი ამ პერიოდში
ქონდა დიდი წყალმოვარდნები 1963 წელს 140 მეტრ-კუბით გამithარდა ყველა დიდი წყლის ხარჯი გამithარდა აი ამ 60 წლის შემდეგ მეტრ-კუბით გამithარდა. შემდეგ იყო 1972 წელს 76-ში 82-ში და შემდეგ რომელიც ჩვეულებრივ 100 მეტრ-კუბის მახლობლობაში იყო. და 72 წელს წყნეთში 8 ადამიანის მსხვერპლი მივიღეთ. წყნეთის წყლის ესე იგი შეგუბებული ტბორის გადმომანგრევის შემდეგ მივიღეთ მსხვერპლი ადამიანთა სახით. შემდგომში რა თქმა უნდა ეს კატასტროფები უფრო მეტად და მეტად ვითარდებოდა აი ჩვენი დაკვირვებების მონაცემებით, ესე იგი 62 წლის მონაცემი არის, 62 წლის მონაცემი არის, ესე იგი დღემდე მდინარე ვერეს ჰიდროლოგიური რეჟიმის შესწავლისა და აი ამ პერიოდისათვის მე ჩვენ ლაბორატორიის თანამშრომლობა ჩემს მიერ გამოყოფილი იყო ორი პერიოდი. ერთი იყო 1962 წლიდან 90 წლამდე, როდესაც წყალმოვარდნებს ჰქონდა კატასტროფული ხასიათი, ოღონდ არც ისეთი ხშირი და არც ისეთი სიძლიერის და აი ამ პერიოდში მდინარის საშუალო მრავალწლოვანი ხარჯი იყო 0,92 მეტრ-კუბი წამი. და შემდეგ მეორე პერიოდი, ამიტომ გამოვყავით ეს მეორე პერიოდი 90 წლიდან 2017 წლამდე გამოყოფილი იქნა მეორე პერიოდი, როდესაც გახშირდა დიდი წყალმოვარდნები 92, 93, 94, 95, 97 წლებში, რომლებიც უკვე 100 მეტრ-კუბზე მეტი იყო, აქედან რამდენიმე 100 მეტრ-კუბზე მეტი იყო 139 და ასე შემდეგ მეტრ-კუბ წამით იყო მაქსიმალური ხარჯი და ამის შემდეგ 2000 წლებიდან უფრო მეტად გახშირდა და გაძლიერდა ატმოსფერული წყალმოვარდნები. და აი ეს პერიოდი, რომელიც აუშვეს, მდინარის საშუალო მრავალწლოვანი ხარჯი უკვე 1.15 მეტრ-კუბ წამზე ავიდა. ამის შემდეგ იყო, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნე 2000 წლებიდან 2000 წლებიდან უფრო გახშირდა ეს კატასტროფული წყალმოვარდნები 2002, 2004, 2009 წელს იყო 133 მეტრ-კუბი, 2012 წელს იყო 153 მეტრ-კუბი წამით და ასე შემდეგ. აი ეს ყველა მონაცემები, რა თქმა უნდა, ჩვენი ლაბორატორიის და ძალიან ისეთი დეტალური დაკვირვების და მონიტორინგის საფუძველია. და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავსახეთ მიზანი, ხო, აი ეს ლაბორატორია, რომლის შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობდით, დავსახეთ მიზანი, რომ ესე იგი მომავალში გაძლიერებული იყო ზედამხედველობა, ესე პრევენციული ღონისძიებები გავხორციელებული იყო მდინარე ვერეს აუზზე. 2013 წელს ენერგეტიკის სამინისტროში ჩვენ დაძახილი ვიყავით 5 ჰიდროლოგი ხუდონგესის მშენებლობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს იყო დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან კავშირში, გლობალურ დათბობასთან კავშირში და იქ ინფორმაცია გავაკეთე ამის შესახებ და შევეხე მდინარე ვერეს აი ამ ვერეზე გახშირებულ და გაძლიერებულ კატასტროფულ წყალმოვარდნებზე. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, მთავრობა მან გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამინისტრომ ვერ მიიღო ის ზომები, რაც საჭირო იყო, რა თქმა უნდა, კალაპოტის გამტარუნარიანობის გაძლიერება. მაგრამ მდინარის ხეობაში შენდებოდა სახლები, შენდებოდა სხვა ანთროპოგენური გავლენა იყო და დასახლება ხდებოდა აი ამ ტერიტორიაზე, რის შედეგადაც უკვე მივიღეთ შედეგი ჯერ პირველი 2015 წლის 4 ივნის 10 დღით ადრე 13 ივნისამდე უკვე განვითარდა ძლიერი წყალმოვარდნა 155 მეტრ-კუბ წამით, რომელმაც, რა თქმა უნდა, რომლის შედეგადაც დიდი ზარალი მიიღო ელიზების ძაღლების თავშესაფარი იყო, მაშინ 2 დღე ტელევიზიით გამოდიოდნენ და ლაპარაკობდნენ ამ ზარალის შესახებ. მეორე ეკავ 7 ივნის ქალბატონი ნუნუ მოწმიდა და ყველა ართელი ისე 7 ივნის ვრეკავ, რომ კი ბატონო, საჭიროა ეს დასანანია ეს ძაღლების ამბავი, მაგრამ მინდოდა ინფორმაცია გამეკეთებინა ტელევიზიაში, რომ გვიახლოვდება საშიშროება. იმიტომ რომ აი გამოწვევი მიზეზებზე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ საშინელება ხდებოდა ის 2 თვე ნახევარი.
1.5, მაგრამ უარყოფითად არავინ არ მიიღო და დიდი მადლობა და დაგვიკიდეს ყურმილი დამიკიდეს და 13 ივნის მოხდა ეს ყველაფერი, რაც მივიღეთ უკვე უდიდესი კატასტროფის შედეგად. როგორ განვითარდა, ახლა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორ განვითარდა ეს კატასტროფული წყალმოვარდნა. აი, ეს არის ზუსტად წინა დღე, აი ეს არის ჩვენი ჰიდრომეტრიული ხიდი, საიდანაც ხდებოდა მონიტორინგი მდინარე ვერეს ჰიდროლოგიურ რეჟიმზე, ხარჯები, რა თქმა უნდა, ძირითადად მდინარის ჩამონადენზე, ჰქონდა მეტეო მოედანი, რა თქმა უნდა, მეტეო ფაქტორები, მაგრამ თავარი იყო, აი აქ არის შეხედეთ, რატომ არის ეს, რომ წინა დღეს ვასუფთავებ კალაპოტს და მდინარის ფერი არის ყვითელი, თიხისფერი. აი ეს იმიტომ არის და რატომ? უკვე მომავალ იმაზე ვიტყვი აი მიზეზს. და ესე იგი აი ამ 4 ივნისის გადადი 4 ივნისის წყალმოვარდნის შემდეგ აი ეს არის აი ამ ხიდს უკვე გადაუარა წყალმა როგორც გითხარით 155 მეტ კუბ წამით განვითარდა დაიტბორა ლაბორატორიის ტერიტორია მაგრამ თავარი არის ის რომ გვირაბმა ჩვეულებრივ თავისუფლად გაატარა ეს მაქსიმალური ხარჯი ეს შემდგომში რა თქმა უნდა იყო ესე იგი იყო პატარა წყალმოვარდნები და 13 ივნის უხვი ნალექების შედეგად და სხვა 7 ფაქტორია, რომელმაც გამოიწვია აი ეს დიდი კატასტროფული მოვლენა. აი შეხედეთ, პირველი არის რომ ახალდაბა წყნეთი ახალდაბის მეწყრული პროცესი განვითარდა, შემდეგ მაშინვე მოყვა წყნეთი ბეთანიის ჯოხონის ხევის აუზში, აი ეს ახალდაბის არის და ეს ახალდაბის და შემდეგ რა თქმა უნდა ჯოხონის ხევის მეწყრული პროცესი, რომელმაც რა თქმა უნდა დიდი გავლენა დაიტბორა ტერიტორიამ, რომელმაც დიდი ზარალი მიაყენა. აი ეს არის ზუსტად ჯოხონის ხევის შეერთების ადგილი მდინარე ვერესთან. აი მდინარე ვერესთან, ესე იგი ამ დროს პირველი ფაქტორი ის რომ 176 მეტ-კუბი წამით მოდიოდა გათვლების შედეგად გათვლილი იქნა 176 მეტ-კუბ წამით მოდიოდა მდინარე ვერე თავარი უნდა აღინიშნოს რომ ცრიანი აუზში იყო ეს ატმოსფერული ნალექი წარმოადგენდა უხვი ატმოსფერული ნალექი 176 მეტ-კუბით მოდიოდა მდინარე ვერე 100 მეტ-კუბით ჩამოვიდა უკვე ჯოხონის ხევის აუზიდან ეს ღვარცოფული ნაკადი რომელიც ღვარცოფულში გადაიზარდა აი მეწყრული მოვლენის შედეგად 1 მილიონამდე მეტ-კუბი ნაშალი მასალა ჩამოიტანა და საბედნიეროდ აი ამ შეერთების ადგილას სადაც მდინარე ვერე უერთდება ჯოხონის ხევი მოხდა შეტბორვა ჩემი აზრით და შემდეგ აღიარეს რომ 2 წუთით რომ შეტბორული ყოფილიყო იმიტომ რომ კვალი არსებობდა წყლის კვალი არსებობდა 2 წუთით რომ შეიტბორა აი ეს მდინარე ვერეს ის ხარჯი და აი ეს ღვარცოფული ნაკადი შეერთების შედეგად ენა მიწვდა აი ამ მდინარე ვერეს ხარჯს დაგროვდა 33400 მეტ-კუბი ესე იგი წყალსატევი შეიქმნა და შემდეგ აი 2 წუთის გარღვევის შემდეგ მოხდა ესე ღვარცოფული ნაკადი წამოვიდა უკვე ქვევით ქალაქის ზონისაკენ. და აი ეს მყარი ნატანი, რომელიც და დიდი კლდეები და ეს ყველაფერი ჩამოტანილი იქნა კიდევ ძალიან ბევრი ნაშალი მასალა ჩამოტანილი იქნა აი ჯოხონის ხევის მიდამოებია ეს მდინარე ვერეს აუზში. ბოლოს მივიღეთ რა? ბოლოს მივიღეთ ის რომ ეს 477 მეტ-კუბით უკვე შემოვიდა ლაბორატორიის ტერიტორიამდე, ესე ლაბორატორია არსებობს. აი აქ გვირაბი არის ვაკეს აუზთავსი, აქეთ უკვე მარჯვენა მხარეს მეორე ტერასაზე იყო ლაბორატორიის ტერიტორია 500 არის კიდევ რა თქმა უნდა 5000 კვადრატული მეტრის ფართობით. და მოახდინა აი ამ გვირაბში თავარი ის არის რომ მოახდინა ფირმა ელიზების ავტოსადგომთან დგომი რა თქმა უნდა მსუბუქი მანქანები აი უყურებთ მსუბუქი მანქანები აატივტივა და შენობების თავზე დასვა ხოლო 2 სატვირთო ავტომანქანა ჩახერგა აი ამ ვაკეს საბურთალოს გვირაბში რომლის წყალგამტავრიანობა უკვე 30% იყო და ამ დროს ეს იყო 00 საათზე
ამ დროს ჩვენი დაცვა, უნივერსიტეტის დაცვა ატეხა ძალიან დიდი განგაში, რომლის შედეგადაც მოსახლეობა, რომელიც არ მოელოდა ამ ყველაფერს, მოსახლეობამ მოასწრო თავის გადარჩენა, ასე ვთქვათ, მაგრამ აი ამ უბანში, რომელსაც ქვია სვანიძის ქუჩა, დაიღუპა მაინც 7 ადამიანი, 2 სტუდენტი, 2 და ასე შემდეგ 7 ადამიანი. ეს მოხდა პირველი ტალღა და მეორე ტალღა მოყვა მაშინვე, მოხდა 00 საათზე 2014 14 ივნისის 00 საათზე. შეტყობრვა იყო 45 წუთის განმავლობაში. 30% როგორც გითხრა ატარებდა 45 წუთის განმავლობაში და ამ დროს დაგროვდა 600,000 მ3-ზე მეტი წყალი, ანუ წყალსატევი შეიქმნა, რომლის აი ამ ავტომანქანების, ესე იგი ამ სატუთო ავტომანქანის გარღვევის, ჩახერგვის გარღვევის შემდეგ მივიღეთ უკვე 520 მ3 წამით წავიდა ეს წყალი. რა თქმა უნდა, აი ეს ყველაფერი აქ ნაჩვენებია რა იყო, როგორ ჩახერგა, ეხლა თავარი რა არის, რომ ესე იგი ამ ავტომანქანების ჩახერგვას მოყვა ელიზების ზაღლების თავშესაფარის 300-მდე თავშესაფარი ამფითეატრი იყო გაკეთებული 10 დათვის და ასე შემდეგ. ამათი რკინის მასალის მიერეყვა აი ამ ავტომანქანების მიმართ. ამან გამოიწვია კიდევ მეტი შეტყობრვა და როგორც ნახეთ, ესე იგი იქ ამას უკვე მოყვა წამოღებული ხეტყის მასალის ჩახერგვა და ეს 18 მეტრი როგორც აღნიშნე, აი ამ წყალსატევის შექმნა. ძირითადად აი ეს განვითარდა. შემდეგ წამოვიდა, რა თქმა უნდა, 520 მ3 წამით მდინარე და დიდი ზარალი მიაყენა ზოოპარკის მიდამოებს, ქალაქის ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ. ეხლა მინდა გიყვებით, აი ეს არის თვითონ შეტყობრვა გვირაბთან. აი ესეთი არეალით, ასე ბუქი არის, ესე იგი შეტყობრის ძირითადი ნაწილი, ღია ფერებით არის უკვე თვითონ ქუჩაზე აი ამ დასახლებაში ამოსული არეალები. ნუ ამას რა თქმა უნდა მე მინდა აღვნიშნო თუ რა წინაპირობები და რა მიზეზები იყო აი ამ წყალმოვარდნის წინ და განვითარებაში. პირველი არის ეროზიული მოქმედებების გაძლიერება. ეს საიდან მაქვს პირველი ფაქტორი, იქიდან რომ 2 თვე ნახევარში, როგორც გითხარით, აპრილ-მაისში და ივნისის საერთოში მიდიოდა ძლიერი ეროზიული მოქმედებები, რომელიც ჩვენ თვალდია, ესე იგი ლაბორატორიის პირდაპირ, რა თქმა უნდა, ვაკეს საბურთალოს გვირაბის მარცხენა მხარეს ფლატე არის, კლდის ფლატე, რომელზე კლდეზავური განვითარება ხდებოდა და ბოლო 1 თვის განმავლობაში და 2 კვირის განმავლობაში გაძლიერდა და დღეღამეში ძლიერი ხმაურით მოდიოდა აი ეს კლდეზავრის ესე დიდი მასალა, დიდი გლუგურით. ეს ერთი. და რა თქმა უნდა, ამით მინდა რომ თუ კი აქ მიმდინარეობდა ეს ეროზიული მოქმედებები, იმიტომ რომ ესე იგი აი ამ უხვი ნალექები დაიწყო მარტის თვეში და თუ კი აქ აპრილის თვეში, თუ კი აქ მიმდინარეობდა ეროზიული მოქმედებები, ასევე რა თქმა უნდა, მდინარის ზედა წელშიც მიმდინარეობდა ასე და დაგროვილი იყო ეს ეროზიული მასალა. მეორე არის ატმოსფერული ნალექების სიუხვე. აი მდინარე ვერეს მთლიანი აუზია, სადაც მოხდა აი ამ 13 ივნისს განვითარებული სხვადასხვა შეტყობრებები, სხვადასხვა ადგილას შეტყობრებები. მეორე არის ატმოსფერული ნალექების სიუხვე. ატმოსფერული ნალექების სიუხვე, მინდა გითხრათ, რომ 289 მმ იყო აი ამ 13 ივნისამდე მოსული მარტ-აპრილში. აპრილ-მაისში და 4 ივნისის ჩათვლით. შემდეგ იმ ღამეს, რა თქმა უნდა, მოხდა საშინელება, ესე იგი განვითარდა 5 საათში, მიახლოებით 5 საათში მივიღეთ ატმოსფერული ნალექების დიდი სიუხვე მთელ აუზში, როგორც აღნიშნე. მოდის მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი კახაკალაძე, მეკითხება ბატონი ილია ელოშვილი იცოდა რომ მე 2013 წლის შემდეგ როგორც აღნიშნე, მეკითხება რამდენი იქნებოდა ატმოსფერული ნალექი, იმიტომ რომ 90-იანი წლებიდან კოჯორში და მანგლისში
ატმოსფერული ნალექები, ესე იგი მეტეოსადგურები აღარ არსებობდა, გაიძარცვა. და ამის შედეგად, ამის გამო არ ვიცოდით, არ იცოდნენ თუ რამდენი მილიმეტრი პირველი ფაქტორი რა ნალექი მოვიდა. რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრება უთხარი 170 მილიმეტრამდე იქნებოდა მეთქი, ჩემი გამოცდილებით და აეროკოსმოსური დაკვირვებით აღმოჩნდა 159 მილიმეტრი ნალექი. ეს ერთი. მეორე, აუზის მეორე ფაქტორი, კიდე ის მესამე ფაქტორი არის გეოლოგიური აგებულება. გეოლოგიურ აგებულებაში რა მინდა გითხრათ, რომ აქ ესე იგი ძირითადი ქანების დახრილობა, ძალიან დიდი დახრილობა, მეორე გამოფიტვის დიდი შრის, დიდი მასალის არსებობა და მესამე, რა თქმა უნდა, ძირითად ქანებთან არამყარად ესე იგი შეთავსებული დელუვიური თიხნარი. არამყარი, იმიტომ გითხარით, რომ აი როგორც გითხარით, წეგან ყვითელი ფერი მიიღო მეთქი ბოლო 2 დღეში, აი მოხდა ამ ესე იგი დელუვიური თიხნარის გარეცხვა, რომელიც კავშირში იყო აი ამ კლდის მასალისა, რომელიც ჯოხონდის ხევზე განვითარდა, კლდის მასალა ხო არის, იქ გზა რო გაკეთა და რა თქმა უნდა, ნიადაგის აი ამ 1 მილიონამდე მასალა რომ მივიღეთ ზვავური მასალა, აი მათ შორის იყო კავშირი და მოხდა აი ამ დელუვიური თიხნარის გარეცხვა. ასე იღებდა ხოლმე სხვა დროსაც ყვითელ ფერს მდინარე, მაგრამ ეს მეწყერი დააჩქარა უკვე იმ 159 მილიმეტრმა ნალექმა, რომელიც იმ ღამეს მოვიდა 5 საათში და მოხდა ეს ვარცოფული ნაკადი. მეოთხე არის, რა თქმა უნდა, 4 ივნის წეგანს როგორც აღვნიშნე, 4 ივნისის ჩამოყალიბებული მაქსიმალური ხარჯი, რომელიც შედეგადაც ჩამოტანილი იქნა 41, უნდა აღვნიშნოთ, რომ მდინარე ვერის შენაკადები 41 პატარა და თუ დიდი პატარა შეძირითად 10 კილომეტრამდე შენაკადები აქვს. 41 შენაკადი აქვს ძირითადად ღვარცოფული ნაკადი. ამათ მიერ ჩამოტანილი მასალა იყო ჩახერგილი მდინარის აუზში, ჩახერგილი და აი ამ წამოსულმა ჯოხონის ხევის შემდეგ წამოსულმა ღვარცოფულმა ნაკადმა მოხსნა ეს ყველაფერი და მივიღეთ უკვე ლაბორატორიის ტერიტორიაზე როგორც აღვნიშნე, გააძლია ამან უკვე სატვირთო მანქანების ჩახერგვა და შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეშვიდე ფაქტორია ეს ანთროპოგენური ზეგავლენა მდინარის აუზზე. რატომ? იმიტომ რომ რამდენჯერ იყო ამაზე ლაპარაკი, ესე იგი ბატონი ჯერ კიდევ გია გაჩეჩილაძე მწვანეების ლიდერი როა სტუდენტი რომ იყო 76 წელს კომუნის გაზეთში იყო დაწერა მან თავისი მოსაზრება რომ მდინარის აუზი უნდა გათავისუფლდეს აუზში კი მდინარის კალაპოტი უნდა გათავისუფლდეს ხელმცენარეულობით რომლის თავარი მიზეზიც აი 13 ივნისი იყო ჯერ მაშინ იყო და ამაზე არ ისმინა თავრობა არაფერი და განვითარდა ეს ყველაფერი და ანთროპოგენური ზეგავლენა აი მაშინ გამოიხატება რომ არ გაკეთა ეს ყველაფერი. შემდეგ რა თქმა უნდა აი ეს პრევენციული ღონისძიებები რა გაკეთდა? პრევენციული ღონისძიებები პირველი პრევენციული ღონისძიება მოდის ინგლისელი სპეციალისტი, მსოფლიო ბანკიდან წარმომადგენელი, მოისურვა ჩემთან შეხვედრა და მეუბნება რა მიზეზები არის, აი რა წინაპირობა, რა მიზეზები იყო ამ წყალმოვარდნით. ჩამოუთვალე ეს და თავარი მეშვიდე მიზეზი ამ ავტომანქანების ჩახერგვა. ეს ყველაფერი და რატო ვამბობ ამას? პირველი რაც გაკეთდა ის მეუბნება რომ სულ მალე მიიღებთ თქვენ ტელეფონით ან სხვა მობილურზე მიიღებთ ინფორმაციას აი მოსალოდნელ წყალმოვარდნის კატასტროფის შესახებ. მე მაშინ ვიფიქრე ეს როდის გაკეთება თუ, მაგრამ 3 თვეში ეს ყველაფერი გაკეთდა. წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი ქალაქის მერიამ მოახდინა და 4 ადგილას დრე, ვანათი, ბაგებისხევი და სვანიძე მოხდა აი ამ სწრაფი შეტყობინების დანადგარების დაყენება. და ეს რას ნიშნავს? აი ახლა მაგალითად 26 მაისს განვითარდა დიდი წყალმოვარდნა, რომელიც გამოიწვია უხმა ნალექმა. და მე უკვე რაც ნიშნავს ის რომ მეც უკვე როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელს და ჩვენ ლაბორატორიის წარმომადგენლს უკვე მაქვს წვდომა იმისა რომ მივიღო ინფორმაცია მობილურზე
გარემოს ეროვნული სააგენტთან კავშირში, რომ დინარეს მაგალითად დინარე იმატებს უკვე 9 მეტრის მომატების შემდეგ მომდის ინფორმაცია, რომ იმატებს. ასევე ნალექების რაოდენობის იმატებისა და როდესაც აი მაგალითად ეხლა არის მინიმალური დონე არის 115 სანტიმეტრი ჩვეულებრივი, როდესაც მინიმალური დონეა. თუ მივა 300 სანტიმეტრამდე უკვე საგანგაშო სიგნალებს გვაძლევს ეს გადამცემი მოწყობილობები და ამას ყველაფერს რა თქმა უნდა, როდესაც 350-ზეა უკვე ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, მე უნდა წავიდე თქვა სვანიძის ქუჩაზე, ჩემი ლაბორატორიაზე და ასევე გარემოს ეროვნული სააგენტო ატყობინებს უკვე საპატროლო სისტემა და ქვეყნის ყველაფერს 112-ს, რომ მიიღონ უკვე ზომები კატასტროფის შესახებ პრევენციაზე. ესე იგი გადამცემი ეს სწრაფი შეტყობინა. მეორე არის, რა თქმა უნდა, ის რომ გაკეთდა ცხაური ტიპის რკინაბეტონის კონსტრუქციები. ეს არის ზევით 552 მეტრ სიმაღლეზე ნაფეტვრების ხევთან გაკეთებული ორი ფანჯარა ცხაური ტიპის წყალმოვარდნები ეს რკინაბეტონის კონსტრუქციისა, მეორე გაკეთდა საბურთალოს სასაფლაოსთან 4 ფანჯარა, რომელიც ესე იგი რომელიც 472 მეტ კუბს, ესე 472 მეტრზეა ზღვის ზონიდან და მესამე არის უკვე ჩვენი ლაბორატორია არის 452 მეტრზე. აი ეს ორი ცხაური უნდა ატარებდეს წყალს. აი ახლა ეს რატომ არის, რომ 2018 წელს გაიხსნა ეს გაკეთდა უკვე გაიხსნა ცხაური ტიპის წარმომადგენელი ეს რკინაბეტონის კონსტრუქციები, შეხედათ რამდენი მასალაა ჩახერგილი. რამდენი მასალაა ჩახერგილი გვექვს და ამას მონიტორინგს უწევდი ჩვენი ლაბორატორია, მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი უნდა ყოფილიყო კონტროლი არ იყო და მე შენიშვნა მივეცი ქალაქის მერიას და იმის შემდეგ ხდება ძალიან მკაცრად მონიტორინგი და ხდება გაწმენდა პირადად კახა კალაძე ჩაერია ამ სიტუაციაში და ხდება ესე იგი აი ამ იმის გაწმენდა. და რა თქმა უნდა მესამე პრევენციული ღონისძიებები არის ესე იგი რა თქმა უნდა გაკეთდა თვითონ დინარის აუზის წყალგამტარი გახდა დედალი კალაპოტი, იმიტომ რომ ლაბორატორიაზე ამ გვირაბიდან 80 მეტრის დაშორებიდან უკვე გაკეთდა ბეტონირებული კალაპოტი 260 მეტრის სიგრძეზე, აქეთ-იქით და რომელიც ატარებს 520 მეტ კუბს ასევე ზევით და ასე შემდეგ. ესე იგი გაკეთდა ეს ყველაფერი ბეტონირება და რა თქმა უნდა თავარ პროვინციულ ღონისძიებად უნდა აღინიშნოს აი ეს ბეტონირებული როგორც გითხარით კალაპოტი და მესამე ესე იგი აი გაკეთდა ყველაფერი ინფრასტრუქტურა აი გზა გაკეთდა იქ მეჩოხოვის ხევსება და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ბოლო ის არის რომ დინარე ვერეს რეჟიმზე აუცილებელია მონიტორინგის გაგრძელება დიდი რისკის ფასად ჩვენ 2015 წლის შემდეგ არ შეწყვეტილა ლაბორატორიის როგორც მეტეო ასევე ჰიდროლოგიური რეჟიმის შესწავლა და დიდი რისკის ფასად ვახდენთ მის გაზომვებს და აი 2024 წლის იანვრიდან როგორც იქნა დაგვაფინანსა ესე იგი თავრობამ ასე ვთქვათ განათლების სამინისტრომ და 180,000 ესე ფარგლებში ჩვენ უნიკალური ჰიდროლოგიური საგუშაგო მივიღეთ, რომელიც აკონტროლებს უკვე ყველაფერს და რომლის მიხედვითაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ეს ჰიდრომეტრიული ხიდი საიდანაც ხდება და არა ფეხით რო შევდივართ, აი ეს არის დონზომი, გადამცემი დონზომი და ამ შემდეგ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და თავარი არის ახლა თვითონ ჩვენ ლაბორატორიის თანამშრომლებად უნივერსიტეტის მეორე კორპუსში თავარი არის შენობის გაკეთება, შენობა, რომელიც იყო და აღდგენა და რომელიც რა თქმა უნდა აუცილებელია სტუდენტისათვის რომ ყოველდღიური ლექცია 500 საათით იყო დატვირთული მეორე სემესტრი 2015 წელს და ყოველდღიური ლექციები და ამიტომ აუცილებელია აი ეს ყველაფერი აი ნახეთ ძალიან კარგად არის ყველაფერი გაკეთებული აი ეს პრევენციული ღონისძიება რასაც ქვია ასე აი ეს არის ძირითადად ის რაც მიდოდა გადმომეცა აი მონიტორინგის და აი მოვლენების შესახებ რაც მოხდა რა იყო წინაპირობა და ასე და რა თქმა უნდა ბოლოს როგორც გითხარით ესე იგი სვერპლი
რა თქმა უნდა, დიდი მოშლა ზოოპარკის ტერიტორიის და ადამიანთა სხვები, რაც თავარია 24 ადამიანი მოყვა აი ამ. თავარი რა არის? შეიძლება 7 ადამიანი გითხარით ხო? შეიძლება 7 ადამიანის აი 45 წლის შეტყობის დროს შეიძლება ქვევით აგვეცილებია აი ეს 15 ადამიანის ხერპლი, რადგან აუცილებელი იყო იმ ახალი გზის ჩაკეტვა. რომელიც არ ჩაკეტილა და ხალხი მოყვა აი ამ გზაზე, აი ამ კატასტროფულ კერაზე და მივიღეთ 15 ადამიანის პლუს 2 ადამიანის დაკარგულია, 17 ადამიანის ხერხი. დიდი მადლობა. ბოდიშით რომ ცოტა გავაგზელე, მაგრამ